ენდოსკოპიური სლივ გასტროპლასტიკა, ანუ კუჭის ენდოსკოპიური მეთოდით შიგნიდან ნაკერების დადებით შემცირების პროცედურა, ბევრის ყურადღებას მიიპყრო ჩვენს წინა პოსტში. დიახ, ვთქვი, რომ ენდოსკოპიური სლივ გასტროპლასტიკით ზედმეტი წონის დაახლოებით 60%-მდე შეგვიძლია დავკარგოთ, რადგან ეს კუჭის შემცირების პროცედურაა. ანუ ეს მეთოდი ბალონზე უფრო ეფექტურია. როდესაც კუჭს შიგნიდან ნაკერებით ვამცირებთ, ეს ჩვენს საკვების მიღების მოცულობას ამცირებს. დავიწყებთ ნაკლებად ჭამით დანაყრებას. მაგრამ ყველაზე მეტად გიკვირთ კითხვა, ექიმო, ეს პროცედურა საშიშია, რა შეიძლება მოხდეს? მეკითხებით. ყველა პროცედურას თავისი რისკი აქვს, მაგრამ ოპერაციებთან შედარებით ამ პროცედურის რისკი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია. რადგან აქ მუცელზე ჭრილი არ კეთდება, შიგნით არანაირ ჩარევას არ ვახორციელებთ. პირიდან ენდოსკოპით კუჭის შიგნით ვამცირებთ მოცულობას. აქაც, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს, პირველ რიგში არის კუჭის გახრეტა ან გაჟონვა. ანუ, როცა კუჭს ვკერავთ, ამისთვის სპეციალური ხელსაწყოთი ვქაჩავთ. კუჭის მოკაჩვისას იქ შეიძლება გახრეტა მოხდეს. ოპერაციის დროს გასტროპლასტიკაში, უკაცრავად ენდოსკოპურ გასტროპლასტიკაში შეიძლება სისხლდენა მოხდეს. როგორც წესი, ეს გართულება მარტივად კონტროლდება, რადგან ისედაც ნაკერებს ადებთ და სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია. მეორე გართულებაა შევიწროება. ანუ, თუ შიგნიდან კუჭის ზედმეტად შევიწროვდა, შეიძლება მუდმივი გულისრევა და ღებინების შეგრძნება იყოს. შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთი ნაკერის გახსნა. სხვა გართულება საკმარისი წონის ვერ გამოყოფა, ანუ შიგნიდან ნაკერების გახსნის გამო არასაკმარისი წონის კლება. აქ ვწერთ იმ გართულებებს, რაც შეიძლება წარმოიშვას. ასევე ამ პროცედურას კი ჭრილი არ აქვს, მაგრამ ანესთეზიით, ანუ დაძინებით ტარდება. ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკებიც, რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს. მაგრამ პროცედურამდე, როგორც სიმსუქნის ოპერაციის შემთხვევაში, პაციენტები გადიან გარკვეულ შემოწმებებს და ვრცმუნდებით, რომ შეუძლიათ მიიღონ ანესთეზია. ასევე გარშემო ორგანოების დაზიანებები. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ პროცედურის დროს. განსაკუთრებით შეიძლება დაზიანდეს ელენთის ხარე, ღვიძლის ხარე ან ზემოთ დიაფრაგმის ხარე. ძირითადი პრობლემები სწორედ ესებია, შეგვიძლია ასე ვთქვათ, თითოეულ პროცედურას თავისი უნიკალური რისკები აქვს თუმცა, მაგრამ როგორც იუწყებიან, ეს რისკები ძალიან დაბალია. ანუ 1, 3, ზოგჯერ 5% დაფიქსირებულა. მაგრამ ზოგადად ჩვენ სწავლებაში იყვნენ ისეთი ინსტრუქტორებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ასეთი გართულებები არასდროს უნახავთ. მე პირადადაც არ მინახავს, 1000-ზე მეტი შემთხვევა მაქვს და ასეთი გართულება ამ მქონია. მათავარია, პროცედურა ჩატარდეს მშვიდად და წესების დაცვით, რათა ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მაგრამ მინდა ეს დავამატო, ენდოსკოპიური სლივ გასტროპლასტიკა ნამდვილად არ არის სლივ გასტრექტომიის, ანუ მილისებრი კუჭის ოპერაციის ალტერნატივა. შეგიძლია თქვა, რომ მილისებრი კუჭის ოპერაცია, ანუ სლივ გასტრექტომია, ამ გასტროპლასტიკასთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტურია. იმედია, უფრო საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. მშვიდობით!